Დავბრუნდით პირდაპირ ეთერში გრძელდება შოადღე, გადაცემის მესამე ნაწილში ვისაუბრებთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით დაწყებული პროექტის შესახებ. ცოცხალი წიგნები, ასე ქვია ამ პროექტს, რომელიც გრძელდება და ორგანიზატორებმა პროექტის ხელახალი სიცოცხლე შეიძლება ითქვას დაიწყეს, იმიტომ რომ კიდევ უფრო კარგი რაღაც მოიფიქრეს. ამ ყველაფერზე გვესაუბრება ქავტონი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი. მოგესალმებით, ქავტონ ქეთევან, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. კარგი სიახლეა მართლაც, იმიტომ რომ კიდევ რაღაც სხვა კუთხით ხდება წარმოჩენა. და რაც ყველაზე მთავარი, ერთი წელია თითქმის რაც დაიწყო პროექტი და გრძელდება. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ შედგა პროექტი, გაამართლა და არის ძალიან ცნობილი და პოპულარული. მინდა გითხოთ გუშინდელი ემოციების შესახებ. დიდი მადლობა. მაჯანიშვილის ცერთან დაიწყეთ, როგორც იცით, თანამშრომლობა და ვიალი ქოკელი იყო პირველი, ვინც შეხვდა მაყურებელს უკვე აუდიტორიას. იცით, შარშან, ჩვენი პროექტი აპრილში დაიწყო და ოქტომბერში დასრულდა. და ოქტომბერში ჩვენ მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია, რომ ეს საქმე აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და მომავალ აპრილს არ დაველოდეთ და უკვე 1 ნოემბერს დავიწყეთ ჯარის ნაწილებში და პატიმრებთან სიარული. ამას მოყვა ის, რომ წლის ბოლოს ჩვენ დაგვაჯილდოვეს წლის საუკეთესო პროექტი გავხდით და თქვენ წარმოიდგინეთ, მოხდა ესეთი რაღაცა, როცა სცენიდან ჩამოვედი, აი ამ ჯილდოთი, ამ დიპლომით დავჯექი ჩემ რიგში და მოვტრიალდი და მივმართა ჩემს მეგობრებს, მწერლებს. და ეხლა რა გავაკეთოთ თქო. და იმ წუთშივე დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ აი შემდეგი რა უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ როგორ წარმატებასაც არ უნდა მიაღწიოს რაიმე საქმე, სულ ერთია. იგივე თუნდაც წიგნმა, ხო, რაღაც რომანი იქნება ეს თუ პოეტური კრებული. თუ იმ წუთში არ დაიწყე ფიქრი ახალზე და განსხვავებულზე და რაღაც ახალი სიცოცხლე არ შემატე, ის აუცილებლად გახდება უფერული. შეიძლება არ მოგდეს, გაგრძელდეს, მაგრამ რუტინული არ უნდა გახდეს, ხო, ეს საქმიანობა. ამიტომ მე მქონდა ძალიან დიდხანს ეს ოცნება, როცა ტელევიზიაში ვმუშაობდი, რომ გამეკეთებინა ამ ტიპის გადაცემა. და უცებ რაღაც გაესე გონებაში ამომიტივტივდა ეს სურვილი, რომ მწერლებმა და საერთოდ დამსახურებულმა ადამიანებმა სხვადასხვა სფეროში, უბრალოდ ეხლა წიგნებთან დაკავშირებით მოხდა ეს ყველაფერი. და დაეკავებინათ სცენა. და ადამიანებისთვის გაეცნოთ, ვინ არიან, რას ეკეთებენ, რაღაც ქართული მწერლობა გრიმისა და დეკორაციის გარეშე. დეკორაციის გარეშე. და რატომღაც აი პირველი, რატომღაც არა, ეს შემთხვევით არ ხდება. მარჯანიშვილის თეატრმა თავი გამოიჩინა იმით, რომ არიან ძალიან ნოვატორები, ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას აკეთებენ. და ამიტომ როგორც კი გამიჩნდა ეს იდეა, მე ისევ რა თქმა უნდა მივაკითხე ბატონ მიხეილ გიორგაძეს, რომელსაც ძალიან დიდი მადლობელი ვარ, რომ საერთოდ ეს პროექტი შედგა და ყველა მონაწილე ძალიან მადლობელია და ვუთხარი, რომ აი ესეთი იდეა მაქვს მეთქი და რას ფიქრობთ თქო, რაღაც რეალობასთან ახლოს შემომხარა, რა ძალიან საინტერესოა და ალბათ სადეო მითხრა. იმ დღესვე, აი გამოვედი ოთახიდან და ეკამაზმიშვილს დაურეკე და ვთხოვე, რომ შეხვედრა მინდა თქვენთან თქო. ხოლმე შევხვდეთო მითხრა. არც უკითხია რატო. რომ მივედი და საუბარი დავიწყე, შუაში გამოწყვეტინა და მითხრა, ეს არის ჩემი ოცნება უკეთინა. სულ ვფიქრობდიო, რომ როგორ გამეკეთებინა ისე, რომ ქართველი მწერლების სცენაზე ამეყვანაო და ჩვენ თეატრში ესეთი რაღაცა მომხდარიყო და თქვენო გამზადებული პროექტი მოხვედით, როგორ შეიძლება ამაზე უარის თქმა. და აი ზუსტად 2 კვირაში ჩვენ უკვე სცენაზე ვიდექით. ეს მოხდა იანვრის სადღაც აი 14-15 აი ეს ახალმოწლებმა რო გადაიარა და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ 1 თებერვალს ცოცხალი წიგნები უკვე სცენაზე. და გუშინ იყო საოცარი საღამო. აი ისეთი დამუხტული და ერთდროულად დაცლილი ვარ ემოციებისგან, იმიტომ რომ აი ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა იმან, რაც გუშინ მოხდა სცენაზე და მოხდა დარბაზში. მე ესეთი ყურადღებიანი სამარისა მაყურებელი არ მინახავს. სამარისებული სიჩუმე იყო და როგორ უსმენდნენ აი ამ პატარა ნიჭიერ ადამიანს, ლია ლიქოკელს, რომელიც ღამის პიჟამაში გამოვიდა სცენაზე. არავისთვის არა, იქით არ არსებობს ჯარჯო.
პოეტმა თვითონ უნდა თავისუფალი აბსოლუტურად ვინც იქნება აბსოლუტური თავისუფლება რამდენ ხანსაც უნდა და როგორც უნდა რა ფორმითაც უნდა რასაც უნდა იმას კითხულობს არავინ წინასწარ ამას არავისთან არ ათანხმებს და ლია რომელიც იყო კულისებში და ძალიან ვღელავო მითხრა მე ვღელავდი რა თქმა უნდა სადღაც ბოლოს მე-12 რიგში ვიჯექი ხო სულ 12 რიგია და აი გული მიფანცქალებდა და უცებ გამოვიდა ღამის პიჟამაში და ფაჩუჩებით და იქვე იატაკზე დაყრილი მისი ლექსები მოძებნა და აი ეს მოკალათ და ფეხები მოირთხა იმაში სავარძელში და დაიწყო კითხვა და საათი და 20 წუთი სამარისებულ სიჩუმეში უსმენდა საზოგადოება 140 პოეზიის მოყვარული ადამიანი აღმოჩნდა თბილისში. იცით როგორ არის ხოლმე აი ამ პოეზიის საღამოებზე ძირითადად კოლეგამ წერილები დადიან ერთმანეთის საღამოებზე, სუნაცნობი სახეები, ან უკვე ის ადამიანები, რომლებიც უკვე აპრიორი ვიცით, რომ უყვართ ეს მწერლობა და ლიტერატურა, ყველა შეხვედრაზე მოდიან. აი 2-3 კაცის გარდა მე გუშინ იქ ნაცნობი არ მინახავს არავინ. ამითაც ბედნიერი ვიყავი. და რაც თავარია, სტუდენტობა, რომელიც უფასოდ შემოვიდა გუშინ და ასე იქნება სულ ამ შეხვედრებზე, გარდა აი იმ რიგებისა, აი ესე გვერდები მისი სცენის სულ სავსე იყო ამ ახალგაზრდა პოეზიის მოყვარული სტუდენტი. მე დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტი იქნებოდა მსურველი, შეიძლება უცებ ვერ გაიგეს. იყო იცით რა, 4 დღით ადრე დამთავრდა ბილეთების გაყიდვა და სოციალურ ქსელში იყო ერთი ამბავი, რომ ვაიმე ვერ მოვასწარი და ვინმე ზედმეტი ბილეთი ხო არა გაქვთ და გუშინ სხვათა შორის მოხდა ისე, რომ ჩემი მეგობარი ვერ მოვიდა რაღაც შემთხვევა და ვერ მოვიდა იმას და იქვე დავიწყეთ რეკვა, ხო ვიცოდით ვისაც ძალიან უნდოდა და აი ესე 8 საკლდა 3 წუთი და 2 წუთი როცა ვიღაცები მორბოდნენ, რომ აი ეს ბილეთები აეღოთ და დასწრებოდნენ სპექტაკლს. კაპიტან კეთენა, სანამ შემოვიდოდით სტუდიაში და ვისაუბრებდით პირდაპირ ეთერში, მე კითხეთ მონოსპექტაკლი იყო მეთქი წარმოდგენილი და თქვენ ბრძანეთ, რომ თავისუფალია ამ შემთხვევაში ავტორი, როგორც თავად გადაწყვეტს ესეთი ფორმით. ნია, გარდა იმისა, რომ პოეტიც არის და პროზაიკოსიც არის, ისო რო აქ დამთავრებული და ეს მან თვითონ მოიფიქრა, ის სავარძელიც, ის ნოხიც, ის რომ მას შალის წინდები ეცვა. და ესე ფეხშიშველი არა, მაგრამ წინდებში დადიოდა სცენაზე და ეძებდა ეს ფურცლებიც თავად დაყარა. ვიღაცა არაფერს არ გააკეთებს, უბრალოდ დადგება ვთქვათ მიკროფონთან ან არც მოინდომებს მიკროფონს. ლიას ისეთი ხმა აქვს, ძალიან დავალ ტონში საუბრობს და კითხულობს თავის ლექსებს. ეს ყველაფერი მისი მოფიქრებული იყო. როგორ მოხდება კაპიტან კეთევა, რომელ დღეს გაიმართება ხოლმე ეს ტრადიცია, როგორ გაგრძელდება? იცით, გუშინ სხვათა ყოველ მესამე ორშაბათს, თვის ყოველი მესამე ორშაბათს, ანუ 1 თებერვალს და 22 თებერვალია შემდეგი. მე უკვე მარტში გადავდივართ. მაგრამ გუშინ როცა რაღაც დამთავრდა ეს ყველაფერი და რაღაც ინტერვიუებს ვიძლეოდით ტელევიზიისთვის, ეკამ სხვა ტელევიზიას ესაუბრებოდა მე აქეთ სხვას და მე ესე აღფრთოვანებულები შევხვდით ერთმანეთს და მითხრა, კეთი მე იმდენად არ ველოდიო რომ ესეთი იქნებოდა ეს ყველაფერი, რომ ეხლა ვფიქრობ, იქნებ ყოველ 2 კვირაში გავაკეთოთ. მაგრამ არ ვიცი, მე მინდა რომ ეს მოლოდინი დაუტოვო მაყურებელს, რომ ელოდნენ, ხო, იმიტომ რომ ესეთი საღამოები, რა ვიცი, ყოველდღიური არ უნდა იყოს, მე მგონი. დღესასწაული უნდა იყოს, ყოველი საღამო უნდა იქცეს დღესასწაულად წიგნის და პოეზიის და პროზის მოყვარულების. საინტერესოა ასევე მონაწილეების პოეტები, ვინც შეხვდებიან ეს წერილები, ვინც შეხვდებიან კაპიტან კეთევა, როგორ მოხდება მათი შერჩევა სპეციფიკა? ესენი ცოცხალი წიგნები არიან, ეს წერილები არიან, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩვენ პროექტში და სოფელ ჩვენთან ერთად იარეს. რა თქმა უნდა, ხა ყოველ მესამე კვირა 75-ვე მწერალი სცენაზე ვერ მოხვდება, მაგრამ მოხდება ის ძირითადი ბირთვი აუცილებლად, რომელიც ძალიან აქტიური იყო და რომელიც იმსახურებს მარჯანიშვილის სცენაზე დგომას. ეს კიდე ცალკე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, რა თქმა უნდა, მაგრამ
სხვა რამ არის მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დადგომა ეს არის როგორც ჯილდო, როგორც პრემია, როგორც არ ვიცი რაღაცა დიპლომი თუ რასაც იღებენ და იგებენ და იმარჯვებენ მწერლები. და რაც ყველაზე მთავარია ინტერესი საზოგადოების არის სამკუთხედს. არის ნამდვილად არის ძალიან მონეტრებული რეგიონებიდან და თქვენ წარმოიდგინეთ რომ დიასპორებიდან არის ძალიან დიდი ინტერესი და გთხოვენ გვეხვეწებიან რომ ჩამოდით ჩვენ შვილებს ქართული სიტყვა გააგონეთ. არ ვიცი ეს სიმხელა ფინანსებთან არის დაკავშირებული მოვაბავთ თუ არა ამას თავს ან რა ვიცი რაღაცა უნდა მოვიფიქროთ. რა თქმა უნდა ამდენი არა რამდენიც რეგიონებში დავდივართ ხოლმე ვთქვათ 7 და 10 მივდივართ ხო აი ჯარის ნაწილში მაგალითად 10-ზე ნაკლები არასდროს წავსულვართ ამდენი დაფინანსება ძალიან რთული იქნება მაგრამ იცით როგორ რაღაცას მწერენ ხოლმე რომ ნუ გაგვიცრუებთ იმედს და ნუ გვაფიქრებინებთ რომ ქართულ მწერლებს ჩვენ არ ვახსოვართ რომ ჩვენ ვარსებობთ რომ ჩვენ აქ ვართ და გვენატრება ქართული სიტყვა. ამიტომ ძალიან სერიოზულად ვფიქრობ ამაზე, რომ რა მოვახერხო იმისთვის, რომ ეს მე იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო ხელახალი სიცოცხლე ამ პროექტის ასეთიც იქნება. აუცილებლად ეს სულ უნდა იყოს. აი ხა კიდევ არის ერთი ძალიან საინტერესო იდეა, ეს უკვე ჯართან დაკავშირებით, რომ რამდენიმე მწერალი, რა თქმა უნდა, ბიჭებმა გამოთქვეს ამის სურვილი მამაკაცმა მწერლებმა რომ ისინი წავიდნენ ჯარში 2 კვირით იმსახურონ იცხოვრონ ჯარისკაცებთან ერთად და მერე დაწერონ ჯარზე ეს ჩვენ ჯარს ჭირდება ქართულ ჯარისკაცებს ჭირდებათ ეს ძალიან საინტერესო ინიციატივა გააჩერეთ ჯერ არ არის გადაწყვეტილი ბოლომდე მაგრამ ამაზე საუბარი უკვე ისეთი სერიოზული არსებობს მინისტრის მრჩეველების ანდებით მე ვისარგებლებ შემთხვევით დავიტოვეთ რამდენიმე წუთი რომ კითხოთ ის სხვა პროექტები რომელიც 2016 წელს განხორციელდება ქართულ კულტურის საგანმანათლებლო პროექტები იცით რა მე ხო ყველაფერში მრჩეველი არა ვარ მე ვარ მრჩეველი ლიტერატურის დარგში და ამიტომ ამან ისე მოიცვა ყველანაირი ის პრობლემა ვთქვათ რაც მწერლობას ეხებოდა რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს კიდევ ძალიან საინტერესო პროექტები ეს არის 2 კონკურსი ლიტერატურული ჟურნალების გამოცემაზე რომელიც უკვე ჩატარდა ჟიური იმუშავა და გამოავლინა 3 ჟურნალი ეს არის 2 ლიტერატურული სადიდო ჟურნალი ასე ვთქვათ დაფინანსება სიგურად დაფინანსება რა თქმა უნდა და 12 ნომერი თვეში 1 ნომერი ეს არის ახალი საუნჯე და ეს არის არილი მათ გაიმარჯვეს ისევ დამსახურებულად და საბავშვო ჟურნალმა დილამ გაიმარჯვა და დილაც მიიღებს დაფინანსებას დილის ტრადიცია რა თქმა უნდა დასაკარგი არ იყო და შემდეგი მთავარი რამ ჩვენ შარშან დავაფუძნეთ კულტურის სამინისტრომ მწერლის სახლთან ერთად პრემია, ახალი ლიტერატურული პრემია 2015 წლის გამოცემები წარდგენილია, ჟიური უკვე მუშაობს, ნაწილი ამ წარდგენილი წიგნებისა უკვე წაკითხულია, ზუსტად გუშინ იყო კომისია მე როგორც ვიცი და მწერლებმა უკვე გაცვალეს ერთმანეთში წიგნები, იმიტომ რომ ესენი ხო ინაწილებენ. და როგორც ხდება ხოლმე, ვიცი რომ ეს წიგნები გაცვალეს და ეხა ელოდებიან შემდეგი მეორე ნაწილის აზრს იმაზე და ესენი იმაზე რაც არ წაუკითხავთ. ასე რომ გაზაფხულზე უკვე იქნება დაჯილდოება და პირველად გაიცემა ესეთი პრემია კულტურის სამინისტროსა და მწერლის სახლის. ძალიან დიდი მადლობა ქაუტონ ქეთევან, ყოველთვის გვახარებს თქვენი მობრძოლება, თქვენი სტუმრობა, საინტერესო საუბრობთ ყოველთვის. გამშვიდობებით, კეთილი სურვილებით, ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენს დღეს გადაცემის ბოლო ნაწილში ბრუნდებით ცოტა ხანში რეჟისორი მარიამ ხაჭანი შემოგვერდება.